გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე აზიური სამზარეულოს მოყვარულებს ელოდება კვების ობიექტი Big Walk-ი. Big Walk-ის აბრაკი გამოიყურება სიმპათიურად, მაგრამ ნახეთ როგორი სიბინძურეა გარშემო, აი ნახეთ ნახელა აბლაბუდებია, აი რაღაცა ჭუჭყიანი ცელოფნები, აი ეს მტვერი, ნაგავი, ყველაფერი ცვივა და რა თქმა უნდა, კერძით რო გამოდიხარ, ძალიან არასასიამოვნო გარემოა. მე არ მესმის რატო არ შეიძლება, რომ აი ეს ნაგავი გაიტანო, უიშ, მიეწეპა მე მგონი ეს უკვე ეს აქანდაზი და ეს ცოცხს აღარ გავს. ნახეთ და აი ამის დალაგება როგორ არ შეიძლება? აი რატო უნდა იყოს კვების ობიექტის ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორია ასეთ ნაგავში? უკვე ნამდვილად ვერ ვენდობი ამ კვების ობიექტს, მაგრამ მოდით მაინც ვნახოთ რა ხდება შიგნით. საკმაოდ ისეთი პოპულარული ობიექტია გორში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ზოგი ძირითადად უფრო გამოძახებაზე მუშაობს. და აქედან გამომდინარე აინტერესებს მომხმარებელს თუ როგორ მზადდება, იმიტომ რომ როდესაც გამოძახებით მუშაობს, თვითონ ტერიტორიას ვერ აკონტროლებენ, არ იციან და ამიტომ აინტერესებთ აქ კონკრეტულად რა ხდება. ნუ ერთი ის არის, რომ სათანადოდ გარეცხილი საკმაოდ ტაფები სამწუხაროდ არ არის. ძალიან ბევრი აი ნარჩენები აქვს და ეს მექანიკურად უნდა სუფთავდებოდეს და მერე წესიერად უნდა ირეცხებოდეს. ეს არ არის სათანადოდ გარეცხილი ტაფები, აი არც ერთი არ არის, იმიტომ რომ აი ნახეთ რა მდგომარეობაშია. ქვევითაც ნახეთ, აი ცხიმი დიდი რაოდენობით არის დასხმული. ესეც რა თქვა უნდა სამზარეულოში ყველაფერი უნდა სუფთავდებოდეს. გასქურაც არ არის სათანადოდ გასუფთავებული, თუმცა აი ნაწილობრივ აი ეს ზედაპირი არის უჟანგავი და ძალიან სუფთა და გაპრიალებული. ეხლა აქ რაც ხდება, ეს არის დანაშაული კი არა. აი მე არ ვიცი. ზედანაშაული. ძალიან დიდი ხანია მე აი ესეთი საშინელება არ მინახია. ნახეთ, აი ეს არის სულ კონდენსატი, რომელიც აი კი არ წვეთავს, აი წყალივით მოდის ფაქტიურად. და აი აქვე მინდა გაჩვენოთ აი ეს. აი ეს. როდისმე გაგიწმენდიათ აქაურობა? სულ აკერხერებთ, მაშინ ეს რა არის? ეს მარტო ის კი არ არის, რომ აი ესეთი წვეთა მიმდინარეობს, ნახეთ აი რა მდგომარეობა. ეს კიდე საშიშია იმით, რომ შეიძლება აი ნაპერწკალი წაიღოს და შეიძლება აი საშინელება მოხდეს. ეს არის სამარცხვინო და ეს ყველაფერი ჩადის საჭმელში და ჩვენ რაციონში საკვების სახით გვიბრუნდება უკან. ეს არის არ ვიცი, აი რა დავარქვა არ ვიცი. მრავალჯერადი ცხიმია და ცხიმის სუფთა არის გამოცვლილია, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოჩნია, ნახეთ. აი სუფთაა ყველაფერი, გაპრიალებულია. ზედაპირი აი სუფთა არის და მოწესრიგებულია. მაცივარში ნუ რო არ უნდა იყოს კოროზია, კარგად ვიცით, მაცივარი გასუფთაებული უნდა იყოს. სათანადოდ დასუფთავებული სამწუხაროდ არ არის. აი ასეთი რამეში იყოს, აი მაკარონი, ჩვეულებრივად აი ასე ჩაწყობილი. აი ნახეთ, აი ასე ჩაწყობილი, პირდაპირ ჩაყრილი, სადაც ბოთლებია ჩაწყობილი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არის ზედანაშაული. ნუ ჰასპზე აქ ზედმეტია ლაპარაკი, ჰასპის საერთოდ არაფერი აქ არსმენიათ და არ იციან სამწუხაროდ. აი ნახეთ თვითონ რა მდგომარეობაში არის. შეხედეთ აი რა მდგომარეობაშია თვითონ კონტეინერები, დასარეცხია, მაცივარიც გასარეცხე, იგივე მდგომარეობაა მეორე ყუთთანაც დაკავშირებით. ამას შეხედეთ. აი არ ვიცით რა ხდება შიგნით და ჩვეულებრივად ვიძახებთ და ვჭამთ. აი ნახეთ, შეხედეთ აი რა ბინძურია მაცივარი. აი უკანაც გადაიხედეთ და აი ესეც ნახეთ აი პარკში მოთავსებული ბრინჯი. აი ვინმე თუ შეუყვეთავს ჩვეულებრივად გამოიყენებენ და აი მიართმევენ. ესეთი სიბინძურე მე დიდი ხანია არცად არ მინახე. ძველი და ახალი ერთად ჩაყრილი, ნახეთ. გაფუჭებული და ახალი მოტანილი სოკო. აი ამას შეხედეთ. აი ეს არის მაცივარი. მაცივარი წესიერად არც გაწმენდიო და არც დავაგებ. ძალიან მწოხვარ. მაგათ ყველაფერი აი დაულაგებელი, ნახეთ აი რა მდგომარეობაა, შეხედეთ. აი თვითონ დარეცხილი ჭურჭელიც როგორი ბინძურია სამწუხაროდ.
აქაც ყველგან ტვერი არის და ყველგან აგავი აბსოლუტურად და ნაწილაკებია, ძალიან მწუხვა. არავითარ შემთხვევაში აი ესეთი ობიექტი არ უნდა არსებობდეს. მაცივარშიც ნახეთ როგორი მდგომარეობა, შეხედათ? როგორი ბინძურია, ნახეთ. ამას შეხედეთ, ეს ზღვის პროდუქტები და კოროზირებული ზედაპირები. ყველაფერი დაუსტიკერებელი და მოუწესრიგებელი. ძალიან მწუხვა, რა იქვევით კიდე ზღვის პროდუქტები აგდია. ეს არის სრული კოშმარი, ნახეთ. აი აბლაბუდები ნახეთ და ამას ტარაკნები ნახეთ. აი ტარაკან. აი ესეც ვიცოდი, აი ტარაკან. აი ანუ ობიექტზე ტარაკნებიც არის. ძალიან მწუხვა. ამ სიბინძურეში არ შეიძლება რომ ტარაკნები არ იყოს. აი უკანაც ნახეთ რა მდგომარეობა, შეხედეთ. აი ამყაყებული წყალი გადასხმული, საშინელება, ყველაფერი მოუწესრიგებელი. და საიდანაც დავიწყებ, იქედან დავამთავრებ, აი ეს არის კონდენსატი, რომელიც აი აქედან ჩამოვიდა. და რომელიც ხდება ჩვენ კვების რაციონში. აი აქ შეგიძლიათ მიირთვათ ატრია ქათმით, საქონლის ხორცით, ღორის ხორცით, ან ბოსტნეულით, თუმცა როგორც პერსონალმა გითხრათ, ძირითადად გატანაზე მუშაობს ეს ობიექტი. აი ისევ და ისევ ვამბობ, როგორც გარეთ მოწესრიგებელი ტერიტორია იყო, ზუსტად იგივეა შიგნითაც, რაღაცა ნივთები დევს. პერსონალის აი რაც კამები არ ვიცი ეს ისთვის არის აქ შეიძლება დაეჭდომა თუ არ შეიძლება ვერ მივხვდი, მაგრამ ნესტის სუნია, ყველაფერი დამტვერილია, ძალიან არასასიამოვნო გარემო, აი ვერ ხედავ მე აქ ვერც სისუფთავეს და ვერც სიკოხტავეს. Big Voki ჭავჭავაძის 46 ნომერში, ქალაქ გორში, აი ეს არის აზიური სამზარეულოს ობიექტი, სადაც ამზადებენ ატრიას სხვადასხვა შიგთავსით. მოგესალმებით, ჩვენ ისევ დაბრუნდით გორში, ვარ Big Voki-ში, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ არის გამოსწორებული ობიექტი და ყველაფერი გააკეთეს. აქ იყო ძალიან სერიოზული პრობლემა კონდენსატთან და სანიტარულ მდგომარეობასთან. აი რასაც ვუყურებ მე, აი ნახეთ თქვენ თვითონ სანიტარული მდგომარეობა არის გამოსწორებული. ხშირად გვეკითხებით, რას აკეთებს სახალხო კონტროლი და ეხლა გაჩვენებთ, რასაც აკეთებს სახალხო კონტროლი. აი ნახეთ, ეს არის უჟანგავი მაგიდა, რომელიც იყო და ტაფები, რომელიც არის მოწესრიგებული და გაპრიალებული, ასევე არის გაწყრიალებული, აი ფრის აპარატი, მოწესრიგებულია კედლები, ნახეთ, აი კედლებიც დავათვალიეროთ, ასევე დავათვალიეროთ, აი ნახეთ რა მდგომარეობაა მაცივარში. დღეს არ მელოდებოდნენ, იმიტომ რომ სახის პროცედურაზე ვიყავი ჩამესული და არანაირად აქ გამოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც ინტერესმა ძლია და ჟურნალისტულმა ინტერესმა და მოვედი. და ნახეთ, ძალიან მე სიამოვნა და მიხარია, როდესაც ჩერჩევებს ისთვალისწინებენ და აი ეს აწესრიგებენ ობიექტს. აი მაცივარიც მინდა გაჩვენოთ, აი ნახეთ მაცივარშიც რა მდგომარეობაა, შეხედეთ ყველაფერი დასტიკერებული, სხვათა შორის ანალიზებიც გაუკეთებიათ პროდუქტზე და ასევე ხელშეკრულება დაუდევთ სანიტარულ სამსახურთან, რომელმაც დეზინფექცია და დერატიზაცია, დესინსექცია გაუკეთა და ეხლა მინდა გაჩვენოთ გამწოვი. აი ნახეთ გამწოვშიც რა მდგომარეობაა, გამწოვიც არის მოწესრიგებული, გაწყრიალებული, ნახეთ. აი აქ სადაც უშუალოდ პროცესი მიმდინარეობს, აქ კიდევ ერთხელ მივცემდი რეკომენდაციას, რომ უფრო ხშირად გაწმინდოს და კვირაში ერთხელ საკმარისი ნამდვილად არ არის და უფრო ხშირად გასუფთავენ, იმიტომ რომ აი ცოტა ჩამონაღვენთი ზევით არის, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის რადიკალურად განსხვავებული სულ სხვა ობიექტი, რაც ძალიან მახარებს და ეს არის ზუსტად სახალხო კონტროლის შემოსვლის შედეგი და მოწესრიგებული ობიექტი.